მარსი ლილიტი შეერთებაშიზე აქ უკვე აგრესია გამოდის, შეერთება ოპოზიცია კვადრატურა იგივე, ხო, ზუსტი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ოპოზიცია კვადრატურა. შეერთება ბევრად ძლიერია, ეს არის მუდმივად ამოყირავებული ენერგია, ლილიტი ვერძივით, რო გითხრათ, მუშაობს, უკვე მარსი ლილიტის შეერთება, ეს შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული ფეთქებადი აგრესია, მოულოდნელი, ან შეიძლება არაცნობერი შიში, სექსუალური ენერგიის გამოვლენის, აგრესიის გამოვლენის, არის სერიოზული კონფლიქტის შიში, ან კონფლიქტურობა. ან არის უინიციატივობა, ინიციატივის შიში, ეს არის დაბლოკვა ფიზიკური ენერგიისაც, ან შიდა ინიციატივების თვითრწმენის პრობლემას გარკვეულწილად, ხო? რომ აი მე არ მჯერა, რომ მე რაღაცა შეიძლება გამომივიდეს მოძრაობაში ან მოქმედებაში, ხო? მამაკაცებთან ეს არის ზოგჯერ აგრესიის გამოხატვის პრობლემა აქვს, ზოგს იმპულსურობის გამოხატვის, ან ინიციატივის გამოხატვის პრობლემა აქვს, ხო? ანუ მარსი სტრუქტურა არის სხვადასხვა კონფლიქტები, ავარიები ზოგჯერ აქვთ ხოლმე, ფიზიკური ტრამვები ან ჯანმრთელობის პრობლემები, იმიტომ რომ მარსის სასიცოცხლე ენერგია არის. თანამედროვე აი ასტროფსიქოლოგია ძალიან მიყვარს, ამიტომ რომ ისეთ რაღაცებს გვახვედრებს, ისეთ სიხშირეზე გავყავართ, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივმა თერაპიამ, ან ჩვეულებრივმა მეცნიერებამ არ მისცეს ადამიანს და ეს ორივე სამყაროს გაერთიანება არის ხოლმე საჭირო.